ნარკოკარტელებსა და შეიარაღებულ ბანდებთან ბრძოლა ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სპეცოპერაციად იქცა. პარალიზებული რიო-დე-ჟანეირო, 60-ზე მეტი გარდაცვლილი და 56-ზე მეტი დაკავებული. ასეთია იმ უპრეცედენტო ოპერაციის შედეგი, რომელშიც უშიშროების 2500 თანამშრომელი და 32 ჯავშან ტრანსპორტიორი მონაწილეობდა. ბრძოლაში, რომელიც ბრაზილიის ისტორიაში ჩაიწერება რიო-დე-ჟანეირო დამოუკიდებლად, უსაფრთხოების სამსახურის ფედერალური და თავდაცვის ძალების გარეშე იბრძვის. ეს არ არის ჩვეულებრივი დანაშაული, ეს ნარკოტერორიზმია. რეიდის დროს პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკები და სულ მცირე 42 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ახლა მოხდა ის, რაც 2010 წელსაც არ მომხდარა და ჩვენ არ გვეხმარებიან ფედერალური ძალები, არც უსაფრთხოების, არც თავდაცვის მხარე. დღეს რიო-დე-ჟანეირო მარტოა ამ ბრძოლაში და ჩვენ ვატარებთ ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას ჩვენივე ისტორიაში. დახურული სავაჭრო და საგანმანათლებლო ობიექტები, შეფერხებული ტრანსპორტი, საკუთარ ბრძოლაში მარტო დარჩენილი ქალაქის მოსახლეობაში შიში და გაურკვევლობა. საზოგადოება უსაფრთხოების პროგრამის აუცილებლობაზე საუბრობს და დახმარებას შტატების გუბერნატორისგან ითხოვს. ძალიან შეშინებულები ვართ. დიდი დაძაბულობა, ავტობუსებიც კი აღარ დადიან. ქუჩაში ვდგავართ და ყველანაირ საფრთხეს მოველით. არ არსებობს ეროვნული საზოგადოებრივი უსაფრთხოების პროგრამა. ეს ფედერალურმა ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს, მაგრამ ახლა შტატების გუბერნატორმა ფედერალური მთავრობის მოთხოვნას უნდა უპასუხოს. საზოგადოებრივი უსაფრთხოება სწორედ გუბერნატორის კომპეტენცია. ნარკოკარტელებისა და შეიარაღებული ბანდების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია 1 წელზე მეტი იგეგმებოდა. სამხედრო და სამოქალაქო პოლიციის დახმარებით რიო-დე-ჟანეირო მასშტაბური სპეცოპერაციით ისტორიაში შევა. ამ ფონზე კი 10-დან 21 ნოემბრამდე ქალაქმა კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ მნიშვნელოვან ფორუმს მსოფლიო მერების სამიტს უნდა უმასპინძლოს.